მესმის ვინმე ჯაყოსი, მორიგი, აღზევებული, დაბიოსი, მაგალითად ჯაყო გოდულაძის, მე მინდა რომ დაგვრჩეს საქართველოს ისტორიაში ეს სახელი და გვარი, მას სხვა სახელი ქვია, მაგრამ კოლექტიური ჯაყოების ადამიანებისა, რომელსაც არც განათლება, არც შრომა, არც გამოცდილება არ მისცემდა საშუალებას, რომ ქონოდა 14000 ლარიანი ხელფასი. მაშინ, როდესაც ქართულ პენსიონერს აქვს 300 ლარიანი პენსია, როდესაც გამყიდველს აქვს 600-700 ლარიანი შემოსავალი, ხო? მათ ძალიან სტკივათ ის, რომ მთელ საქართველოს არ აღიარებს მათ ამ ერთხელ მოპოვებულ, სიმწრით მოპოვებულ სტატუსს. რაც შეეხება ქართველი ხალხის ნებას, გასაგებია, რომ ავტორიტარიზმის სწორედ აი ამ მოპოვებული სიკეთეების ამ გამდიდრების, სწრაფად გამდიდრების ხარჯზე, კიდევ უფრო სწრაფად გამდიდრების ხარჯზე, ამის დაკარგვის შიშით უფრო ღრმა შრეებში შევა. ეს არის მოსალოდნელი და მე მინდა უთხრა საქართველოს მოსახლეობას, რომ ჩვენ ვიცოდით, რომ ისინი მივიდოდნენ ბიზნესთან, მივიდოდნენ სხვადასხვა ტიპის თუ მსხვილ ბიზნესთან მივიდნენ ჯერ, მივლენ საშუალო პატარა ჯიხურის მფლობელებთან, იმიტომ რომ მადა ჭამაში მოდის. ბოლო, აი ნახეთ, კამათები და ხელჩართული ჩხუბი რატომ არის სხვადასხვა პოლიციასა და საკრებულოების თავმჯდომარეებს შორის რეგიონებში. მადა გაზრდილი აქვს ადამიანი, რომელიც დანაშაულს ჩადის, ის ფიქრობს, ახლა მოდი რა ძლივს ჩემი ეს რესტორანი ჩემი იყოს, წავართვა ჩიგოგიძეს და ავიღო მე, პირობითად ვამბობ, ხო? ეს მადა იზრდება, უფრო ღრმად შევა აქ პასუხისგებლობა. საქართველოს თითოეულ მოქალაქეს აქვს 20-30 თავგამოდებული ჟურნალისტი თუ პოლიტიკოსი თუ აქტივისტი ამას ჩვენ თავის თავზე ვერ აიღებს. საქართველოს ყველა მოქალაქეს და მე ვუყურებ ჩვენს გამორჩეულ პროფესორას, სხვათა შორის, რომელიც თქვენ გეყოლება დღეს ასევე. ესენი არიან, ეს არ არის ადვილი, რასაც ისინი აკეთებენ დღეს და ძალიან ნიშანდობლივია და მისასალმებელია, რასაც ისინი აკეთებენ. იცავენ საკუთარი დაწესებულების ღირსებას. იმ დროს, როდესაც ნახეთ, რას აპირებს ეს რათა თუთაშხიაში კარგად წერია. ხელისუფლება აპირებს, de facto ხელისუფლება აპირებს, რომ ჩაატაროს ვირთხების რბოლა, გამოცდილი რათა თუთაშხიას მეთოდით, ხო? გადავკიდოთ ადამიანები ერთმანეთს. ტიტული წამყვანი პროფესორი არ არსებობს ცივილიზებულ სამყაროში. იქ არის პროფესორი, ასოცირებული, ასისტენტი, არსებობს ლექტორი, არსებობს საშუალებები ამას როგორ უნდა მიაღწიო. მაგრამ შემოგდება ამ ყველაფრის, რომ მოხდება შემცირება, მაგრამ ვიღაცას ცოტა მეც გადაუგდება. ეს არის სწორედ ვირთხების ბრძოლა, ქალბატონო ინგა, რომ ადამიანებმა ერთმანეთს ებრძოლონ იმის ამ პოზიციის მოსაპოვებლად, იმის მაგივრად რომ თქვან, რომ ეს სიკეთეები ჩვენ ყველასია მილიონობით დაფინანსება ორივე უნივერსიტეტს, რომელიც არც ერთ უნივერსიტეტს არ ეთყობა და ახლა კიდევ უფრო ნაკლები ეთყობა. მთავარი კითხვა იცით რა არის? განათლების ბიუჯეტი წელს არ იზრდება. მთავარი კითხვა, რომელიც უნდა დაისვას. ამხელა რეფორმებს ეძახიან, რასაც გვთავაზობენ გადაწყვეტილების სახით და თურმე არც კი არის ეს ყველაფერი გათვალისწინებული ბიუჯეტში და ბოდიში რომ არ შეგაწყვეტინოთ, მაინტერესებს თქვენი შეფასება ამ პროცესებზე. აქვე შემოვიტანდი უბრალოდ ამ თემასაც, რომ ერთსა და იმავე დღეებში ხდება ორი გადაწყვეტილების გამოცხადება. უნივერსიტეტების გაერთიანების რეალურად სხვა არაფერია თუ არა ტექნიკური უნივერსიტეტის გაუქმება და ახალი რეპრესიული კანონმდებლობა, რომლის მიხედვითაც ბიზნესმენი მაგალითად ჯერჯარიმას გადაიხდის, მერე ციხეში წავა. ვიღაც ადამიანი პოლიტიკური აქტიურობის გამო ციხეში წავა. ანუ რატომ დასჭირდათ ერთდროულად ამ ორი გადაწყვეტილების ესე პირდაპირ გამოტანა? იმიტომ რომ მათ ძალიან ეჩქარებათ. ჩვენ ვიცით თავიდანვე რომ ამ ხელისუფლების, ამ დაჯგუფების ბედი პირდაპირ არის დაკავშირებული რამდენად გაგრძელდება, დარჩება, არ გაგრძელდება და შეიქმნება მშვიდობა უკრაინაში. ამიტომ მათაც ეს ჩვენზე კარგად იციან, ინფორმაცია მათ მეტი აქვთ. შესაბამისად, ისინი ხელისუფლებაში დიდი ხანია ზუსტად იციან, რომ ვერ იქნებიან ეს ძალსახაა. ამიტომ ისინი მათ ძალიან ეჩქარებათ. არ ეჩქარებოდათ 11 წელიწადი, იმიტომ ბევრი რამე გააკეთეს ისე რომ არ იყო საზოგადოებისთვის შესამჩნევი, მაგრამ ახლა ნამდვილად ეჩქარებათ, თორე სუფთა პრაგმატულად რომ ჩავთვალოთ, ორი ამხელა სერიოზული ნაბიჯის, სარისკო ნაბიჯის გადადგმა ადვილი არ არის. ციხეებზეც ვიტყვი. იცით რა არის? შეიძლება გივი მიქანაძე, ვინაიდან ის იყო ზურაბ ბადეიშვილის კარის გამღები და ყავის მომტანი, კარგად არ დაფიქრებულა, რომ ამ ქვეყანამ ახლახანს გადაიტანა
გადავსებული ციხეების საკითხი, რასაც უახლოვდებით წინა ხელისუფლების დროს და ამან წინა ხელისუფლებას არაფერი კარგი არ მოუტანა. სინამდვილეში ეს იყო უსერიოზულესი სისტემური პრობლემა, რომელიც ძალიან ძვირფასი დაუჯდა წინა ხელისუფლებას. ქართველ ადამიანს, რომელსაც 90-იანების ნანახი აქვს, წინა ეს მთელი პერიოდი ნანახი აქვს, ტერორი აქვს ქუჩაში ნანახი ბოლო-ბოლო. ციხით ხო პოლიტიკოსებსაც და აქტივისტებსაც ხო უყურებთ. შეიძლება ვიღაცამ თავი შეიკავოს ერთხელს, მეორე დღეს, მაგრამ უფრო დიდი და სერიოზული პრობლემა იქმნება ციხეში გამომწყდეული 10,000-ობით ადამიანი. და კიდევ რამდენს ემუქრება ციხეში გამოკეტვა მათივე ამ რეპრესიული ცვლილებების მიხედვით თუ კი დეტალურად გავშლით, ანუ რა ცვლილებებს აკანონებენ და აფორმებენ ოფიციალურად, ალბათ 1000-ობით ადამიანი შეიძლება აღმოუჩნდეთ, რომლებიც ციხეში შეიძლება გაუშვან. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მე ვარ ამ ქვეყნის ერთი მოქალაქე, მე მაქვს ჩემი უფლება კონსტიტუციით გარანტირებული მქონდეს განსხვავებული აზრი და გამოვთქვა ჩემი განსხვავებული აზრი და ეხლა უკვე იქამდე მივიდა საქმე, რომ საერთოდ პოლიტიკური აზრის დაფიქსირების გამო შეიძლება ციხეში წავიდეს ყველა. მე შემთხვევით არ კითხეთ, აი ერთდროულად ამ ორი გადაწყვეტილების გამოცხადება რას ნიშნავს, თქვენ ფიქრობთ, რომ მაგალითად იგივე უნივერსიტეტების გაერთიანების თემა ეს კონტროლის მცდელობა მათი მხრიდან? თორე ეს რეპრესიული ცვლილებები კონტროლია, სხვა არაფერია. ცალსახად მათ კარგად იციან. ერთის მხრივ ის რომ თავისუფალი აზრი არის, რა თქმა უნდა, აკადემიურ წრეებში, უბრალოდ ამის აღმოფხვრა ქვეყანაში, სადაც მე ბებია ილიკო და ილარიონშიც კარგად არის, როგორ მსჯელობენ გეოპოლიტიკაზე, გურიის ერთ-ერთ სოფელში, სახლში, რომელროდესაც შეათ, ხო? ქართველებისგან ამის ამოღება ჩვენ პოლიტიკაზე მივსჯელოთ, ეს არის утопია, არ არსებობს. მაგრამ შიში აკეთებინებს მათ ამათ. რაც შეეხება უნივერსიტეტის საკითხებს, უფასო ან მონური სამუშაო ძალა, ამას წინათ მე ვხედავ ძალიან კარგად, როგორ ნერვიულობენ მშობლები, იმიტომ რომ რასაც აკეთებენ, ისიც ხალხმა არ იცის რა ხდება. პატარა და დიდი სტუდენტების მშობლები შფოთავენ, ვერ გაიგეს რა ხდება. და შფოთავენ ამ რაღაცაზე. იმ იდეით, რაც არის ერთი ფაკულტეტი, ერთი ქალაქი, ცალსახად კი გადმოაგდეს სატყუარა უფასო განათლება, მაგრამ უფასო განათლება ექნება პატარა რაოდენობის ადამიანებს. ამ იდეით უმაღლესში უბრალოდ ბევრი ხალხი, კერძოში და საჯაროში, ერთად ბევრი ხალხი უმაღლეს განათლებას ვისაც უნდა ვერ მიიღებს. ეს რას ნიშნავს? მზადდება შესაძლებლობა უფრო შეღავათიანი ან ადვილად გამოსაყენებელი სამუშაო ძალისა, რომელიც ვერ სწავლობს, რას აკეთებს, მიდის ბაზარზე, სადაც ელემენტარულად ანაზღაურება არანორმალურია, ხო? ამას თუ იმას დაუმატებთ, რომ ჩვენ შესაძლებლობა დიდი შანსია, რომ არ გქონდეს, რომ ადვილად ვიმოგზაუროთ ევროპაში, ეს არის მომზადება, ეს არის ყმების მონას არ ვიტყოდი. ეს არის ყმების თაობების მომზადება და ვფიქრობ, რომ ადამიანები დაფიქრდებიან ამაზე შესაძლოა. ხო, ამ პროცესებს როცა ვადევნებ თვალყურს, მათ შორის ამ ორი უნივერსიტეტის აკადემიური წრეების მთლიანად პროტესტს, სხვა შორის ძალიან ღიას, ძალიან გამოხატულს, რომ არ ეთანხმებიან, ფაქტია, რომ დიდი მღელვარება მოყვა, მაგრამ მიქანაძე ამბობს, რომ გადაწყვეტილება არის მიღებული და ის არ შეიცვლება. უფრო შორს წავიდა კობახიძე და როგორი ირონიული იყო ჰარვარდი, ოქსფორდი, კემბრიჯი გამომივიდნენ ეგენიცო რო თქვა. ანუ ეს გადაწყვეტილება არ შეიცვლება და ჩვენ არ ვიცით საბოლოოდ რასახე შეიძლება მიიღოს პროფესორ მასწავლებელთა პროტესტმა, მაგრამ გლობალურად უფრო მასშტაბურად რომ შევხედოთ, მთელი ეს რეპრესიული მოძრაობები ოცნების, აი სადამდე მიდის და თქვენ როგორ ხედავთ, გვაქვს ჩვენ იმის უნარი, რომ ეს გავაჩეროთ? ცით რა არის, ცოტა ისტორიულად თუ გადავხედავთ ამ ქვეყანას, ბევრად უფრო სერიოზული მოვლენები, ბევრად უფრო სერიოზული, ბევრად უფრო დიდი რეპრესიები გადაუტანია. არ ვაკნინებ იმას, რაც ხდება, მაგრამ ისტორიული გადმოსახედიდან ჩვენ ნახეთ ვიმყოფებით უბრალოდ ძალიან სერიოზულ გეოპოლიტიკური მომენტის დროს. მე მიგაქცევინებთ ყურადღებას, გუშინ გამოქვეყნდა ქართული ოცნების ქურუმის, ერთ-ერთი ქურუმის პროფესორის, რომლის სადოქტორო დისერტაცია ძალიან მინდა ვნახო, სხვათა შორის ბატონი შათირიშვილის წერილი. მაინტერესებს როგორი პროფესორია, მისი დისერტაცია საბჭოთა კავშირის დროს დაწერილი, მინდა რომ იყოს საჯარო. არ არის.
წერილი, რომლითაც ის მოუწოდებს ქართულ ოცნებას, რომ პირდაპირ გადავიდეს ამერიკის პრეზიდენტის ლანძღვაზე. ის მოლოდინები, რა მოლოდინების ამ ხელისუფლებას ჰქონდა უკრაინის ომთან დაკავშირებით, ფაქტია, რომ არ გამართლა. შესაბამისად, ახლა ხორციელდება გეგმა B და გეგმა B არის თვითონ საკუთარი ძალებით, რაც შეიძლება მალე გაიმყარონ აქ და რაც შეიძლება ფუნდამენტურად გაიმყარონ ძალაუფლება. იქნება ეს ხისტად თუ იქნება ეს ფულის მეშვეობით. მაგრამ საბოლოო ჯამში, ხო იცით, აი ეს მომენტები საქართველოში ყოველთვის მტკივნეულია. მტკივნეული გეოპოლიტიკური მომენტია, მაგრამ მე ვერ ვხედავ შესაძლებლობას, რომ ჩვენმა მეგობრებმა და აქ ორივეს არასწორია რომ გავყოთ აშშ და ევროკავშირი. არა. ესენი და მათ შორის დემოკრატიული ძალები აღმოსავლეთშიც, რომ საქართველოს დატოვონ იმ უდიდესი შესაძლებლობების მიღმა, რომელიც არსებობს. ეს არ არსებობს. ამას უბრალოდ ცოტა მეტი დრო ჭირდება და ესენიც ამიტომ ჩქარობენ. თორე 12 წელი ბაყაყის ნელა მოხაშვის პრინციპით ხო აკეთებდნენ ყველაფერს ნელ-ნელა. ხო, მაგრამ აი ბოლო პერიოდში რა გადაწყვეტილებებსაც ესენი იღებენ და აკანონებენ, ეს მართლა წარმოუდგენელი იყო. ან ჩვენ ხო ვერ წარმოვიდგენდით, რომ შესაძლებელია ტროტუარზე დგომის გამო ადამიანები გაეშვათ ციხეში, მაგრამ მიიღეს ეს გადაწყვეტილება და ხედავთ, რომ უშვებენ, ხო, ციხეში. ჩვენ ხო ვერ წარმოვიდგენით, რომ გაბედავდნენ და მათ შორის ბიზნესსაც კი ეტყოდნენ, რომ არ გაბედოთ. პოლიტიკური თქვენი მოსაზრება არ დააფიქსიროთ. თორემ ჯერ დაგაჯარიმებ და მერე ციხეში გაგიშვებ და ვიცით რომ გაუშვებენ. ჩვენ ხომ ვერ წარმოგვედგინა რომ გამოვიდოდა ვიღაცა დეპუტატი და იტყოდა რომ თუ შენ ჩემს უფლებამოსილებას არ ცნობ, მაშინ უნდა ვიმსჯელოთ იმაზე რომ შენ დაისაჯო სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით, მაგრამ ხო ვიცით რომ ამასაც დააკანონებენ. ამიტომ სვამ კითხვას, ანუ რა შეაჩერებს ხო და ნუ მივიღეთ თქვენი პასუხი, ანუ ეს არ არის მარტო ჩვენი ქვეყნის შიგნით განვითარებული პროცესებზე დამოკიდებული, ხო? ამას ამბობ. იმასაც მოგახსენებთ, რომ ამას ყველაფერს ვეძახი ბაზალეთის ტბის ძირას, რომ გმირი შეიძლება დაიბადოს, აი ამის თავიდან აცილება უნდა ბიძინა ივანიშვილს. ნახეთ, შიში არის ეს მითი, რომ ბაზალეთის ტბის ძირას დაიბადება გმირი, რომელიც საქართველოს გადაარჩენს და ამის შიში აქვს გააკონტროლოს ყველა კუთხე კუნჭული, ფული ჩამოართვას, ხარისხი ჩამოართვას, გრანტი ჩამოართვას, უცხოეთში წასვლის შესაძლებლობა, ლაპარაკის შესაძლებლობა, მაგრამ ეს ხო ადამიანურად შეუძლებელია. თქვენ გადახედეთ ნებისმიერი ავტორიტარული ქვეყნის ისტორიას. აი აგრეთვე ხა დაიწყეს მეგობრობა ახლო აღმოსავლეთთან და ცოტა ხო უნდა ჩაიხედო ნიკაურ ისტორიაში. არაბული გაზაფხული დაიწყო ერთმა ახალგაზრდა ბიჭმა ბაზარში. გეოპოლიტიკური მოვლენა, რომელმაც შეცვალა მთელი ახლო აღმოსავლეთის ისტორია. დღეს თავარი გამზირი არის მისი სახელობისა, ხო? ანუ ამის კონტროლი, ადამიანების აზროვნების კონტროლი შეიძლება თვითონ დაიწყნარონ თავი, რომ ჩიპებს დააყენებენ, რომ იქ არავინ არ გაჩნდეს მართლა. მაგრამ ეს თავიდან ბოლომდე ეს აბსოლუტურად შეუძლებელია. ეხლა მე გეტყვით, ჩვენ ბევრი რამე ჯერჯერობით არ გვინახავს ევროკავშირიდან. იმიტომ რომ დღეს წესრიგში იყო პირველ რიგში იყო უკრაინა. ახლა ისე კიდევ მე-20 სანქციების პაკეტი გამოდის რუსეთსა და უკრაინასთან მიმართებაში. ის ინსტრუმენტები, რომელიც მარტო ამერიკას რო თავი დავანებოთ, ამერიკასაც ჩინუკებს, ჩინუკი ამერიკული ვერტფრენი, რომლითაც მადურო ჩამოიყვანეს, ხო? ამერიკულ ჩინუკებს რო თავი დავანებოთ, ევროკავშირს აბსოლუტურად გამოიყენა რა იცით, აი ფჩხილის წვერი. იმასთან შედარებით, რაც შეუძლია გამოიყენოს. ფიქრობთ რომ გამოიყენე? რაც შეუძლია რომ გამოიყენოს. მე ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან მნიშვნელოვანია შეთანხმება ამერიკასა და ევროკავშირის შორის, ასევე საქართველოსთან მიმართებაში, რომელიც ჯერჯერობით არ მომხდარა ისევ უკრაინის გამო, ის რა თქმა უნდა უფრო მწვავე ვიდრე საქართველო. ანუ ეს კი ამასობაში, იმიტომ რომ ეს ყველაფერი შესაძლებელია. ნელ-ნელად ცდილობს სიტუაცია მოხუფოს ბიძინა ივანიშვილმა, მაგრამ ეხლა ხანს ვნახეთ ეს ყველაფერი ქაბატონო ინგა. ეხლა ხანს სხვა ფორმით და რა თქმა უნდა სხვა არ მინდა ზუსტი პარალელი გავალო, მაგრამ რეპრესიებზე მინდა გავამახვილო ხო ყურადღება. მაშინ ხუჭუაც არ ყავდა. მაშინ მოსამართლე ხუჭუაც კი არ ყავდა. ხო ხდებით, ეს ხო არ დაგვავიწყდა ჩვენ რა. დღეს ყავს აგერ ადამიანი ჯერჯერობით და არაერთი კიდე რომელსაც არ ეკომფორტულება იმის გაკეთება, რასაც ავალებენ.
და მე იმედი მაქვს, რომ ისინიც აიღებენ პასუხისმგებლობას, რაც ხდება. სამწუხაროდ ხუჭო ერთია, სხვა მოსამართლეების დუმილს ვხედავ ჩვენ დადუმებული და ჯიბეში ჩადებული ქართული სასამართლო, რომლის ხელითაც აი ეხლა კიდევ რომ გავიმეორებ, რომ მე ვთვლი, რომ არალეგიტიმურია ეს პარლამენტი, ეს ჩემი პოზიცია, ჩემი მოსაზრება, ერთი მოქალაქის მოსაზრება, შესაძლებელია რომელიმე ქართველმა მოსამართლემ დადგეს ასეთი დღეც, გადაწყვიტოს, რომ გრიგოლია უნდა წავიდეს ციხეში, იმიტომ რომ ის თვლის ასე, იმიტომ რომ არ ფიქრობს ისე, როგორც ფიქრობს დაუშვათ ბელადის პარტია და ამას გააფორმებენ. სამწუხაროდ ხუჭოა ერთია. ან შესაძლებელია ერთი არ არის, მაგრამ დანარჩენები ჯერ დუმილის რეჟიმში არიან.